2005 წელს რომ სტიქიით ჩამოგვასახლეს როგვე პატრონამ თავრობამ და ჩამოგვიყვანა იმაზე გმაყოფილები ვართ მაგრამ მე არც დაკანონება არ მოუთხოვიან რომ როგორ ცხოვრობთ რანაირად ხართ რა პრობლემები გაქვთ არავინ კაციშვილი არ მოსულა არც იმ თავრობიდან არც ამ თავრობიდან რა არჩევნებზე არ მოგაკითხეს არჩევნები როცა რო ხმები დაჭირდებათ თქვენი ჭირიმე 6 სულიანი ოჯახი როგორ სახლში შემასახლეს აგერ ჩემ მეზობლებს კითხე ორ ოთახში კაზარმასავეთ მქონდა კრაუტები 6 სული რომ ორ ოთახში მოთავსდები როგორია არსად არ მუშაობთ ისე რომ ხელფასი რაღაცა შემოდიოდეს დახმარება არაფერი ჩვენ არ გვაქვს ეკომიგრანტები როგორც ეკომიგრანტები და მაინც გვიწევს თურქეთში წასვლა სამუშაოდ მივდივართ ესე აპრილის შუა რიცხვებიდან უკვე გავდივართ არის სეზონური რა ეს სამუშაო ეგეც ახლა კურსი დავარდა ვაფშე არც წასვლასაც აღარ ღირს რა ძალიან გაუფასურდა ლირა რა საქართველოს ფულზე 2005 წელს მეწყერი იყო აჭარაში მაღალმთიანში აღარ შეიძლებოდა ცხოვრება თავრობამ ჩამოგვასახლა სოფელ ქორეჯში ნახმატის რაიონში დაყარეს რიყეზე უпроსტორით მაგერ არც გვეპატრონი სახლები მოგწეს და ეგა თქვენი სახლები ნომრებით და всё სახლები არა გვაქვს დაკონონებული დღემდე კიდე ხო მივალთ სამინისტროში მივაკითხავთ გვპირდებიან ხვალე ზეგე ამ თვეში მოვალთ და დღემდე არავინ არ მოსულა და არავინ არაფერს არ გვეუბნება უკვე 14 წელი აპრილში 14 წელი თავდება ჩუქპირდებიან დაგეკანონებთო და არა და იძულებულია ჩვენი ხალხი რომ მიატოვოს სახლები და ბევრიც წასულია და მიტოვებულია ეგრე უპატრონოთ ინგრევა და ეგრე რჩება სახლები 32 ჩამოვედით და დავრჩით 8 ოჯახი თავრობაც ხელისუფალიც ვაფშე ფეხებზე გვიკიდებს ეკომიგრანტებსაც აქ მცხოვრებ ქისტებსაც ოსებსაც სვანებსაც რატომღაც არ უნდა რა არჩევნები რომ მოვა მაშინ კი მოგვაძლევენ მაშინ მოვლენ მოილახუცებენ კუც მოიქნებენ რომ დაგვიდექით თქვენ გვერდში ჩვენ დაგიდგებით ვითომ და ბატონი გამგებელი იყო არჩევნების წინ აქ მოსული და ეს გზა უნდა გაეკეთებინა შეგვპირდა მთელი სოფლის ახალგაზრდობაზე გზას გავაკეთებ მაგრამ უარეს დღეშია ეს გზა არავინ რო თქვა რომ მარტო გავაკეთებო ეგ იყო და ეგ როგორც თქვა ეგრე დარჩა არაფერი არც მოსულა იმის შემდეგ სხვა სოფლებში რაღაც აი ჰუმანიტარული დახმარებები რაღაცა მოაქვს აი ლუიშინა ქორეთ რუკაზე არ არის ვინა მოგიტანა არავის არაფერი არ მოუტანია გაჭირვებულებისთვის ან რაღაცა და ეგ 16 წელია მე რაც ამ სოფელში ცხოვრობ არ შემოსულა არც ერთი სამარშრუტო ტაქსი საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ აქვს საერთოდ სოფელში არ შემოდის უჭირთ იმაზე მაგათაც არაფერი ხეილი არ დანგრეულ გზაში როგორ შემოვიდეთ გზაზეო და ისედაც არ ყოფნის მაგის გაკეთებო ვიზახიან და ეს წარწერა გააკეთეს მარტო არა სხვა არავინ არ გვიდახია ვაფშე რას ნიშნავს ეგეც არ ვიცი ისთვის გააკეთეს ერთ უბრალოდ სკოლა ავიღოთ სკოლას დაგვიწერეს ქორეთის სკოლას საკობიანოს საჯარო სკოლა დაგვიწერეს ეს არის მახსოვდაგდი ქორეთის დაწყებითი სკოლა არ დაიწერებოდა იქზე უთხარით რუკაზე აღარ ყავა საწოლები არ აღყოფნით ბაღშიც საძინებელი ადგილები არ აღყოფნით საწოლები იმაზე რომ ხან დაბლა პორზე წვენან ბალღები 28 ბავშვი გვაქვს რეგისტრირებული რომლებიც დადიან 1 2 3 6 საწოლი ორი მატრასი და იმდაბა მატრასი წაწოლი არ არის ხედავთ მე ფართი არა და დიდ ბავშვებს არ ვაწევთ როგორც ასეთი ვარავით ვართობთან ვახატვინებთ და სადა ახალგაზრდებს არ არის აქ სპორტული კლუბი რომ ვთქვათ აი უნდა ბიჭებს რომ საჭიდაო დარბაზი გქონდეთ არიან აი ახალგაზრდობა მოდის უსაქმურადაც არიან ესე რომ არაფერს არ აკეთებენ ეს იმას რომ რაღაც დარბაზი რო გახსნილიყო სოფელში საჭიდაო ჭიდაობის კარგი იქნებოდა საკობიანოს თუ ექნება იმის საშუალება რომ გააკეთონ ისეთი სპორტ დარბაზი ბავშვებმა იჭიდაო რაღაცა ხორეც რატო არ უნდა კონდეს ხორეცში დაკლები ახალგაზრდობაა ახალგაზრდები უკვე ვინც სკოლა მიმთავრების პერიოდში ან მიდის ან თურქეთში უნდა წავიდეს მე ბიჭი მყავს ახლა ჯარშია დაამთავრა სკოლა პირდაპირ წავიდა ბათუმში არ არის პერსპექტივა არ არის რომ ახალგაზრდამ რაღაცა ივარჯიშოს რაღაცა გამოვიდეს